დილან მშვიდობისა მაგვიწერეს მაყურებელს მოგესალმებით. კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის კართან და შევეცდები გაგაცნოთ მისი დილა. ამ შემთხვევაში იგი იქნება ცისანა სეფიაშვილი. ეს არ არის ცისანა, ეს დადა. როგორ ახარ? გეძინა? გაგაღვიძეთ ჩვენ? სკოლაში მიდიხარ დადა შენ ამ დროს? სამწუხაროდ არ გიხარია სკოლაში. რა ხდება აბა სახში? მოგწონდი. მშვიდო. ჰალო. მოვიდა ტაქსიდი მადლობა. იურგის უშევ სკოლაში. აჰა. ჩვენ ძალიან ადრეა 9 საათი. და ხანში გამოფხიზდება. გიორგი ისეთი წესიერი ადამიანი ყავს, რომელიც ადვილად ფხიზდება. კატოსი რა მოგახსოვს? ყველაზე ადრე იღვიძებს გიორგი. ნუ იღვიძებს არა. იღვიძებს არა, ბაღვიძებს. პაკამ. წამოდი. ესე გაცივლები წამოგვირბის. რა გინდა? ბურთი, აჰა. კატო. არ გიყვარს დილა? არა, არ უყვარს არა. დილა არის. კატო. თან მით უმეტეს თუ ახსენდება სად მიდის? ბაღიც არ უყვარს. არა, წამო ჩვენ ახლა გამოვიცვალოთ. სირცხვილი არ არის, გუში ხო იცახდი რომ მოვა ტელევიზია, მე ვიმღერებო, ვიცეკვეფო. ახლა გაიღვიძათ თუ არა, მაგი მკითხა რომ მოვიდა ტელევიზიაო? მოცხარი კი მოვიდა, მაგრამ აი ტელევიზორში იქნება ეს უნდა იტირო. სირცხვილი. რატო წირი? ხა ჯერ ეს ერთი როგორი სირცხვილია? პიჟამოში, გოგო, ტელევიზორში. არ არის სირცხვილი, როგორ გავამზადე. დილა გიყვარს? ეს უნდა გამფეტები. ეს არაფერი არ აინტერესებს. სიზმარი ნახე ღამე? კი, ტოფიტაზე ეთყობა, იმიტომ რომ გაკიო და ბოლო ხმაზე. ესეთია თქვენი დილა, ხო ჩვეული? კი. კი. ბავშვების მომზადებით იწყება. კი. და კარგად ფხიზდები შენ თვითონ უკვე. იცი რა, ნუ აი ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება არ გამოფხიზდე. იცი შოკირებული სიფხიზლე მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ეს ტირის ხანდახან, იმიტომ რომ არ უნდა წასვლა ბაღში. ხა დაიწყება ახალი ეტაპი ჩვენი ტირილის, როდესაც მე მივალ ტელეფონთან და გამოვიძახებ ტაქსს. და როცა კი არ უნდა გამოვიძახებ ტაქსს, შეკითხვა, ბაღში მივდივართ? ეგრევე. ხო, მე ტირილი იწყება, მაგრამ დღის სხვა მონაკვეთშიც, როდესაც ვიძახებთ ტაქსს, სადმე წავიდეთ, პირველი შეკითხვა. ბაღში მივდივართ ესე. ეს უკვე მეორე სერიაა ტირილის. აგდ ბავშვებს. შენ საუზმეზო ვინც რონავს ისა? მეცით. დილით ჭამთ? კი, აუცილებლად, არა აუცილებლად. მე საერთოდ ძალიან მიყვარს ჭამა და ამიტომ ჩემ თავზე მეთომ ზრუნა, თუ ნახე სხვა მარი ზრუნა. გჭირდება თუ არა გამოხნებელი ვარჯიშები, თუ ეს არის შენი გამოხნებელი? არა, ნუ ამაზე მეტი გამოხნებელი, რა ისე კი მაქვს გირები, ვიყიდეთ, რომ ვივარჯიშო თავის მოყვება. ბავშვები დააწყნა რომ თაღირებით ივარჯიშო. არა, ხო, არა, ბავშვები დავაწყნა, არა, ნუ რაღაც მომინდა რომ გირები შევიძინო და ვივარჯიშო, მაგრამ არა, მიდევს. მაგრამ ვიცი რომ მიდევს და ნუ რაღაცა ისეთი მომენტი მაქვს რომ ვითომ რაღაცას ვაკეთებ ჩემი დაავადებისთვის და კულტებისთვის. ესე ადრე რო იღუძებთ იმედია, ადრეც იძინებთ, არა, პირიქით, გვიან. არა, ვერ ვიძინებთ ადრე. ჩვენი სახლი ლაგდება ღამის 11-ის ნახევარზე, დღისით ყველას ვხვდით, რომ უკაცრავად, იმიტომ რომ მოფენილია მთელს სახლში სათამაშოები, სტუმრები რომ მოდიან ბავშვებით და ისე არის. მე იმას ხელი არ მოკიდო, ამას ხელი. მგონია რომ ყველაფერს მოკიდეთ ბავშვებო ხელი, ყველაფერი გამოცდილია, იმუნიტეტი აქვს, ყველაფერს არაფერი არ ტყდება. მაგვიძარა დაგიბრუნდება ძალიან მალე და კიდევ გავარკვევთ რაღაცეებს ისევ სტილად.
ეს ლევანიკოს დილის გამომხნევებელი ვარჯიშებია. ლევანიკოს დილის გამომხნევებელი ლევანიკო უყურებს ჩვენზე ადრე. და დგება კარებთან. შიჟანა, კადო, შოშო, კალკაღე, აი კივი ბოლხა. და მესმის ხომე გაათრევს ხომე ძიძა. უცებ გასტაცებს წაიყოს ჩაკეტოს რომ ეს კარებს ხო ეს კარი ცოტა ხანში დიგ ფეხის ხმა შიჟანა, კატო, შოშო, კარი გაღე. დუ აკაკუნე. არ გიყებენ კარს. ლევანიკო. კარებს არ გიყებენ. არ გიყებენ. კატა შენ ვარჯიშობ ხოლმე დილაობით? მუსიკას თავენ ბავშვები ცისონესლი არ გამოიცემა ბავშვებს ყოველთვის რაც ბავშვებს სიამოვნებს ისეთ დილა გაქვს ხოლმე მგონი. არა, მთელი დღეც ეგეთი მაქვს. დღეც ეგეთი მაქვს. ტელევიზორი ჩართულია გაურკვეველ არხებზე, გაურკვეველ სიმღერებზე. გრძელდება მაღვიძარა და ესე მხიარულად ბავშვების ჰიტი, ესე იგი როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნება აქვს, ხო? მაგრამ მე რა ერთი ტოფი და მაჭამე რა. მაზლს ქაღალდებს მაძრავს მარტო ოღონდ. ეს წეგანბოდ ბავშვებს აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნება აქვს მუსიკალური. ნუ აი გიждებენ, ოღონდ ეს გიждებენ რამდენი ხანია? დაახლოებით სადღაც 1 წელია ლევანიკო ჭოჭინით იყო. რომ ამ დაუვლიდა ხოლმე საკუთარ თავზე როდის გიწევს ხოლმე ფიქრი რომ მოიყვანო თავი წესრიგში დილით ბავშვებს რო გაისტუმრებ არა სხვათა შორის იცი აი მე აი ეხა ესე გამოწყობილი მე გაწყვეტ არა ვარ დილობით ბავშვების გასტუმრებაში თქვენი გულისთვის არ იყო მაგრამ აი იცი რა მჭირს პირველ რიგში უნდა მივხედოთ ჩემ თავს. ანუ მოვიყვანო თავი ფორმაში, ის ცეკვავს ამასობაში. მოვიყვანო თავი ფორმაში, ჩავიცვა, სადა მაკიაჟი გავიკეთო. მაკიაჟს იკეთებდი. აუცილებლად. თქო ისეც აი სახარო არ გეტყობა. სანო გაგდათან რო. თორე პირველ რიგში რა გაცინებს? ცოტა სიაძე მაყენებს, როდესაც არ ვარ ფორმაში. აი, უნდა პირველ რიგში აი სულ თავზე მემხობოდეს მთელი სახლი, ჯერ ჩემ თავს მოვიყვან ფორმაში და მე უკვე სხვა. მე ბავშვებს რატომაც მეგონა რომ ჯერ ბავშვებს უშვებ. ახში და მე არა, ეგ იცი როგორ არის, ერთდროულად ხდება. ბატონო, ტოფიტო. სახის საცხს რო იდებს სახეზე თან ნაზგს ხდი კატოს და ქრის ფანტაზად. პირველ რასაც ვაკეთებ, ალო, ტაქსი და კატოს უშვებ ბაღში. და ნუ მე რასაკვირველია მე ვწესრიგდები. ოღონდ აი ჯერ მე ვწესრიგდები და მე ვიწყებ რაღაც სახლის საქმის კეთებას. რამდენად გიყვარს დილით სახლის საქმის კეთება? იცი რა, მიყვარს რა მირჩევნე ხოლმე უცებ ყველაფერი. მოიშორო და მე ან დავისვენო, ან გავიდე სადმე, ან უმშევარი. უმშევრად, მაგრამ ეს სამსახურს ეძებს ძალიან. ეს დროებითი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ამიტომ ისე თავისე ვარ რომ მე ოჯახს დიასახლი. აბა, აი ესე დილის გამომხნევებელი ვარჯიშებია, მარტო ლევანიკოს მომგონი დილაობით სანასთან სახში. დაგიბრუნებათ მაღვიძარა ძალიან მალე და დავარკვევთ ლევანიკოს დილადაც რაღაცებს. გრძელდება მაღვიძარა და აი კატა უკვე ცოტა გაიმზადა იმისთვის რომ წავიდე სამსახურში. გინდა? და არ ვახსენებთ სახელს, იმიტომ რომ შეიძლება წილილი დაიწყოს ისე ხო? მე გაგიხსნი, არ გინდა? ქაღალდით რა გინდა? შენ, კაი. უკვე დავარცხნილი, დედა ვარცხნის შვილ. ბავშვების იმიჯზეც ისანაზრუნავს, როგორც მივხვდი. კი. თუ მაძლევს კატო ამის საშუალებას, იმიტომ რომ არჩევს ხოლმე, ხო? ძირითადად, შენ ცუდად ზიხარ, ხო? არა. ძირითადად არ მემორჩილება და თავის საკუთარი გემოვნებით ირჩევს და ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ ხაცა ესეთი საშინელება ამ ბავშვთვის არაფერი მიყიდა, მაგრამ აი თლიანობაში რაღაცა საშინელება გამოდის ხოლმე და ნუ თუ თავის ნებით ზოგჯერ ჩაიცვა, ოღონდ აი საერთოდ რო არაფერი არ ხდება ხომ ერთმანეთს, მაგრამ ნუ აი всё, მინდა და всё და ვერხდი და ესე უშო. არა, ხო, ცერა, ვერ ვხდიზე არ არის ხა, როგორ ვერ გავხდი ხა. ხო, ნუ არ ძალიან 3 წლის ბავშვს როგორ ვერ გავხდი, მაგრამ არ
დიდათ არის, ну, უნდა. საერთაშორის მივხვდი, რომ ამ ცხოვრებაში რაც უფრო ნაგლი ხარ. მით უფრო გიმართლებს. ამიტომ იყოს ეგეთი, აი რაც უნდა ისქნას და უფრო კარგად იქნება. აუცილებლად ვწევ ტელევიზორს, იმიტომ რომ ინფორმაცია მაინტერესებს პირველ რიგში. მუსიკას არა. თუმცა იყო დრო რომ მუსიკა ჩვენთან სახში დილი და ღამემდე მუსიკა. აღონ მართლა ამად გამო. შენი გემოვნების. არა. ამათი გემოვნების. მოგტანა. მაგრიც იქნება გადაღებული. ლევანიკო, ეხლა იცი როგორი ხელჩართული ბრძოლა იქნება? აღონ ისეთი გაწირვებით, სერიოზული გაწირვებით. არა, როგორ არ მივცე, შენ ხო გააქვს ერთი ცალი. ძირთად ეს არის მუდმივად. წადი. წაი გამოართვი, წამოდი, მე რომ მინდა რომ ვაჟღავ. არა, მაგას ხშირად ნახავ აქ. ანუ მოასწრე ბევრჯერ. ეს ძალიან ერჩოდახობა, ის პატარა ეხა რაღაცა გადაირიას. უკვე ერჩის იმ ამა. ერთი წუთი მომისმინე. თმისამაგრი. არის გოგოების. შეხარ ბიჭებს კითხო. დილიდან დღეს. მოთხოვე ერთი წუთი. სამსახური გააქვს რა კი. კი, აბარა. აი, მე მგონი ვიღაცა დაგვირდა ესო გირებს გაჩვენებთ, რომელიც კი. ვიყიდა, უნდა ევარჯიშა, მაგრამ მაქვს. გაქვს. აი, დრო არ გაქვს რომ ევარჯიშა. აი, ცისარის დილის შემადგენელი ნაწილი. აი, ეს აუცილებელი. გირები მაქვს. არ ვიცი, რაღაცა ვარჯიშები იყო. შეიძლება არ იყენებ, ხო? ესე აღარ მახსოვს, მოყვებოდა ინსტრუქცია. ხო. უი, პასტა, ხო. ხო, აღარ მახსოვს ის ვარჯიშები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რაღაცა ესეთი ვარჯიშები იყო. კი, იყო. ხო, მაგრამ არ მახსოვს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რასთავარი გირები მაქვს. და კიდევ სახში. კიდევ სახში. თუმცა იყო დრო რომ ვარჯიშობდი და დარბოდი არა, არასდროს არ ყოფილა ეს დრო. სამწუხაროა. არც აპირებ რომ მომავალში იყოს ვარჯიშობდი. კი, მინდა ძალიან, მაგრამ ვერ ვახერხებ. ანუ ვერ ვახერხებ, როგორ ვერ ვახერხებ რა დროის მეტი რა მაქვს, მაგრამ არ ვიცი. მეზარება, ვარჯიში თვითონ პროცესია, ეს ვარჯიშის მეზარება. ხოჩერს მიყვარს ფეხიციარული არ მოვიტყუები, წნეთში რო ვიყავ, 3 თვე ნახევარი ვიყავი წნეთში. ხო? მეგობრები მეხმრებოდნენ, რომ ყინვა გამძლე ჯიში გამოყავს ბავშვებიო და შენი და ბავშვების ფილტვების დარდი აღარა გვაქვს. ხო და იქ მიყვარდა ფეხიციარული. თბილისში არ და ვით განსხვავდებოდა თბილისის დილა წნეთის დილისგან თუ ერთ და იგივე ხდებოდა აბსოლუტურად. არა, ერთი და იგივე გარდა იმისა, რომ ბაღში კატო არ მიდიოდა. და შესაბამისად არ წტიროდა ძალიან. არა, არანაირად არ წტიროდა. წნეთში მყავდა არჩეულებრივი ძიძა კატოსთვის. რომელიც დილით აკითხავდა, დღეში ასე დილით გაყავდა და მე ვიცინებდი. რა ბედნიერება. ხო, ვიცინებდი, ისეთი დილა მქონდა ხოლმე გამოწინე. გავაგრძელებთ დილას ძალიან მალე, ანუ ეს იმას რასო ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. ეს ხმაურიანი დილა აქ მოკლედ. არა, მარტო დილა არა. შუადღე და იმიტომ უკვე ის ხოთე ძაღს რო ძაღლება გამოწვრთნილია რომ რაღაცაზე და მიდის მე გამოსილი ვარ ძირს რო ყრია რაღაცები რომ მოვდივარ ინტერვიუს ეს მიხდი ხო? არა, პარალელურად უნდა ვალობ, იმიტომ რომ აი ეს პარალელურად რო არ მოხდეს დღის განმავლობაში, ნუ სადღაც ალბათ 7 საათზე ვინმე რო შემოვიდა, შეიძლება ისეთი სერიოზული ტრავმატოლოგიური ზიანი მიიღოს. ამიტომ ესე გამოცდილი ვარ დავდივარ და ინტერვიუ. მოდი. ხო, მოდი. ხო. კაი რა, არ გადამრიო რა, ხაზაცილოა. და შენ რა ტყუილა ტიროდი, ხო? ბაღში. არა, იმიტომ წვეცა რომ ჩამოვედით და რომ წავიყვანე ბაღში, ნუ იტირა რასაკვირველია და რომ მივაკითხე. რა სულელი მყოფილა, მე რა ტყუა ვიტირე, რა კარგი ყოფილა. გუძილობა რა შვება.
მოდი გინდა იცეკვეთ ახლა შენ და ლევანიკო მიცეკვეთ გამოხნეველი ვარჯიშებია კატოსი აგზელებ დილას პროცესი როგორ მიდის კატო ბაღში აი შენ გინდა წასვლა არა აი ყოველი დილა ესე ხოც კიდე მე დავმივარ ესე კაი დედი რა კაი დედი შენ არ გაუშვებო წამა ცუდია ბავშვი ხო კაია სირცხვილია ნახე ბიჭები გავსა წაიღო ბავშვი ეს აღარ გადავიღოთ რა ძალიან სადისტობაა ადოთი აღარ იწირებ მე რო წაგიყვანო აბა დედა დაიწყო ბაკა წარმატებულ დღეს გისურვებ წავედ შენთან როგორი სათქმელია წარმატებულ დღეს ლევანიკო ყველაზე კარგი ბიჭი კარგად იყავი კიდევ ერთი დილა დასრულდა ცნობილ ადამიანთან ერთად ჩვენ ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს კარგად